მსახიობ ანა ტყებუჩევას ადმინისტრაციული საქმის განხილვა 10 თებერვლისთვის გადაიდო. მსახიობს ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 იანვარს აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. მსახიობმა დღეს პროცესზე განაცხადა, რომ იგი ახლო მდებარე კაფედან გამოსული შეუერთდა სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც რუსთაველზე გზის სავალი ნაწილი უკვე გადაკეტილი ჰქონდათ. ახლო წარსულში იყო ესეთი მაგალითი, რომ თამაშობდი უკან დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას. და როგორ შემიძლია მე სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია თუ რა ხდება ასეთ ადამიანების ოჯახში თუ კი მე გოგრილი ვიქნები და არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდში და არ მექნება ემპათია და არ გავიზიარებ მათ პრობლემებს. ხო, რაც შეეხება გადაკეტვას დავიდეთ წავედ ბოდისგერტი მე ზუსტად მახსოვს ამ ხებით ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს ზუსტად მახსოვს რომ გაცილებთ ადრე მივედით ახლობით 7 საათი 7-8 საათი იქნებოდა ალბათ რუსთაველზე მივედი არ იყო იმდენი ხალხი რომ გზა გადაეკეტა მე ვიდექი შევარდენთან დაახლოებით 45 წუთი ვიდექით გარეთ ძალიან მციოდა და გადავწყვიტეთ რომ შევსულიყავით კაფეში რომელიც მდებარე ტერიტორიაზე არის როდესაც გამოვედი კიდევ სხვა ადამიანები ვნახევ საუბრობდი და როდესაც გავიხედე რუსთაველის მხარეს გამიკვირდა იმიტომ რომ უცბად შეივსო ხალხი და გადაკეტილი იყო შემდეგ როდესაც გადაკეტილი იყო გზა და მანქანები აღარ მოძრაობდნენ შემდეგ მეც დავდექი მოქალაქეების გვერდი. მსახიობ ანა ტყებუჩევას მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ადმინისტრაციული კოდექსის 174 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც შეკრების და მანიფესტაციების წესის დარღვევას გულისხმობს და 5,000 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. უბრალოდ თავდანი ანა იცანი და თავდანი ანა თუ ისეთი ადამიანები არიან რომელსაც ვერ იცნობთ, ისინი დარჩებიან პასუხისმგებლობის გარეშე, ესე უნდა გავიგოთ თქვენი ისა, ანუ ცნობადი სახეებს რამე დამატებითი ტვირთი აქვს? აღნიშნულ ხელოვნური ინტელექტზე ვერ მოგაწვით ინფორმაციას. არა, ხელოვნური ინტელექტი არ მოგაწვით, მაგრამ ეხლა თქვენ მითხარით, რომ თავდანი ანას ამორჩევა ვიდეო მტკიცებულებიდან მოხდა, რადგან კონკრეტული პირები იცნობს თავდან ანას გამომდინარე მისი პროფესიიდან. ანუ გარკვეულწილად რაღაც დისკრიმინაციული მიდგომას ვხედავთ ჩვენ ალგორითმით და თუ ვერ იცნობთ სხვა ადამიანებს, თავდანი ანას ამორჩევის მოტივი ეს იყო, რომ იცანი, ანამ რო იცოდეს, შემდეგ შემთხვევაში მაგალითად დღესაღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონიდან მოვლად ვარ შეუთავოს დღესაღამოსაც ქალბატონ ანას რა რაოდენობის უნდა იყოს, რომ ქალბატონ ანამ აღდგენლობითად მიიღოს ეხლა თქვენი ეს ჯარიმა და გაითვალისწინოს შემდეგისთვის. ისე და ისე კონკრეტული რისკები პასუხებს, ის ბოლოს უნდა იყოს ახმარი, ხალხისთვის რომ ტროტუარზე არის ადგილი და არ უნდა გადაკეტონ საავტომობილის სავალი ნაწილი. ამ სამართალ დარღვევაზე სანქცია ქართულმა ოცნებამ ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების შემდეგ გაამკაცრა. რეპრესიული კანონპროექტი დაჩქარებულად 3 დღეში მიიღეს, ყაველაშვილმა კი მას ხელი ინაუგურაციის დღესვე მოაწერა.